მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა უცვლელად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც პატიმრობას აშინახართ, უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა მოვიკითხო და ძალიან ბევრი ადამიანს რაღაც ბევრი პრობლემა გვაქვს, ბევრი ადამიანს რაღაცა გიჭირს და ყველას ღმერთმა თქვენი პრობლემები მოგიგვარო და თავარია რომ ყველა პრობლემა ჩაივლის და არაფერი არ არის ეს პრობლემები იმასთან შედარებით რომ ჩვენ თუ იმედიანად ვიქნებით. ამ თავარია რომ იმედი არ დავკარგოთ, იმიტომ რომ თუ ადამიანი დაკარგავს იმედს იმისა რომ ხვალ იქნება ის კარგად, მაშინ ყველაზე დიდი პრობლემა ეს იქნება და აი ეს თავარი პრობლემა არ შეგვექმნას უიმედობა რა და აი ჩვენ რაღაც ძალიან რთულ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება და რა ვიცი ღმერთის გარეშე ამ ყველაფერს ვერ გადავიტანთ და სულ ვეცდები ყოველთვის რომ რაღაც ისეთი მოძღვრები მოვიყვანო რომლებიც დაგვეხმარებიან ამ ყველაფრის გადატანაში, იმიტომ რომ ძალიან რთულია დღეს ადამიანი თუ იქნება მარტო თან სულიერად რაღაცა გამოცლილი, უზიარებელი, უახსარებული რაღაც ხო გადატანა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ თვითონ მაზიარებელ და ისეთ მორწმუნეებსაც კი უჭირთ ამ ცხოვრებაში ცხოვრება, ვისთვისაც ეს ცხოვრება ძირითადად ხო იცით მორწმუნე ადამიანი მაინც ზეციურზე უფრო ფიქრობს და აი მათაც კი უჭირს აქ ცხოვრება და როგორი ძნელია წარმოიდგინეთ ახლა რომ როცა ხარ უიმედოთ და აი ამ რთულ პერიოდში და დღეს კითხვას დაუსვა მამა იკუთი მეკყავს თუმრად სამწუხაროდ ჩვენ და პატარა ალექსანდრეს რაღაცნაირად ეს გაცივდა და ვერ მოდის, მაგრამ არა უშავს აქედან მოვიკითხავ დიდი სიყვარული და შემდეგში იმედია რომ იქნება ჩვენთან ერთად და მამა იკუთი მე დაგულოცეთ თუ შეიძლება. მერტმა დაგულოცოთ, დიდი მადლობა მოწვევისათვის ბატონო გიორგი და მადლობა თქვენ. ყველა ჩვენი ერი, ჩვენი თითოეული მოქალაქე ჩვენ ქიოს უნდა დალოცოს და გააძლიეროს და საკმაოდ ესეთ მტკივნეულ თემას შეეხეთ თქვენ და პრობლემატურს მართლაც ღვთის იმედი არ მოგშორდეს თითოეულ ჩვენთაგანს, იმიტომ რომ უიმედობა არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა, ანუ სასწრაფოთილება, რასაც არაერთი ადამიანი დაუყავს და მათ შორის ეთებიც კი, ვინც დაუშვათ აი რამდენიმე გარკვეული დრო აშორებდა რომ წმინდანად შეიძლება წმინდანად კი შერაცხულიყო წმინდანად და ამრავი ესეთი მაგალითებია ეკლესიის ისტორიაში, ჩვენს ირგვლივაც ახლა რო ხედავთ ხომ რამდენია რომ ადამიანი ერთ-ერთი აი ნუგეში, ყველაზე დიდი ნუგეში ამ დროს, ყველაზე დიდი საშუალება რომ ადამიანმა გადალახოს ეს ყველაფერი და დაძლიოს აი ამ ქვეყანაზე რაც არის ეს იგივე ეს გაჭირვება, განსაცდელებია თუ რაც არის, რის გამოც რაც უფრო სწორად მას უბიძგებს აი ასეთი უიმედობისაგან არის სწორედ დედა ეკლესია, სადაც შეიძლება ამ ყველაფერზე პასუხის პოვნა და არასეულს თემა საკითხი რომ ეკლესიას პასუხი არ ქონდეს გაცემული და ჩვენ ცხოვრებაში ახლა ძალიან ალბათ ხშირად ყოფილა, ხშირად თუ არის იშვიათ რაღაცა გარკვეული მომენტები, სირთულეები რა თქმა უნდა და იმ დროს მართლაც ადამიანი ეძებ გამოსავალს და მინდა იცოდეს ჩვენ ყველა თითოეულ ადამიანმა რომ გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს, ამ ყველგან შეიძლება ადამიანი ნახოს გამოსავალი, რა თქმა უნდა უფლის რწმენა, უფლის იმედით და ეს აძლევს ადამიანს, იმიტომ რომ აი ეს სიტუაციაში, როდესაც უკვე ადამიანი სასწაულთათან მიდის და უფალთან არის, რა თქმა უნდა, ადვილად დაძლევს ამ ყველაფერს, ამ გაჭირვებასაც, განსაცდელებსაც. რატო? იმიტომ რომ იცის რომ ეს რატო ხდება მის თავს, იმიტომ უფლის ძების გარეშე ყველაფერი არ ხდება ქვეყანად. უფალის ბრძანების სახარებაში მოგეხსენებათ, რომ თითოეული თქვენგან ეს თმის ღერიც კი დათვლიაო და ჩემნების გარეშე არ ხდება მისი არ ჩამოვარდებაო. ამიტომ ის გაჭირვებაც ის განსაცდელი სახით იქნება თუ რაღაცა მძიმე სენი იქნება თუ ასე შემდეგ, ეგესაც უფალი რატო უშვებს ადამიანზე, რომ მისკენ შემოაბრუნოს და უკეთესი ადამიანი გახდეს და მართლაც ესე არის, იმიტომ რომ ამას ბრძანებს იაკობ მოციქულიოს, რომ ვინც დაითმეს აი გაჭირვებას, იმიტომ რომ გაჭირვებაში გამოიბრძმედება ადამიანი და განსაცდელებში, იმიტომ რომ რამდენი ვიცით აი ჩვენ სირგოლეთ ბატონო გიორგი ყოფილა იგივე შეძლებულად რო ცხოვრობს, იმიტომ რომ ადამიანს ბჭყალებში მატერიალური კეთილდღეობა აქვს, მას საერთოდ არც ღმერთი ახსოვს სამწუხაროდ უმეტესობა ესე არის, ხო? ხო. და ამიტომ და როდესაც რაღაც შეემთხვევა მას და ნახავს რომ ვერც ფინანსება უშუალო ვერაფერი, ვერც ასე ვთქვათ თავისმა გავლენება, რჩება ერთ-ერთი გზა უფალი. და ეს მისი ლოცვაც უფრო შესმენელია, უფრო შეგნებულიც აქვს მაგას თავის ეს ყველაფერი და უფალს ამას ეხმარება. აგერ ახლა უძღები შვილის კვირა იყო, ხო, გავშვათ გუშინ და ეს არის სახე ეწოდი დაცემული ადამიანისა, ხო, დაუშვათ ერთი მის ცხოვრების პირველი ეტაპი ეხება დაუშვათ იმას, როცა მან ყველაფერი განაბნია, რაც კი მემკვიდრეობით მიიღო საკუთარი მამისაგან, ის ქონება გარყვნილებაში, მრჩეობაში, დროსტარებაში და იძულებული გახდა შემდეგ რომ აგერ წყემსა დადგომოდა
ღორების წებსად ერთ-ერთ იქ მაცხოვრებლებს და როდესაც ნახა რომ საშინელ მდგომარეობაში იყო, აი გონს მოეგო და სწორედ მიიღო გადაწყვეტილება რომ დაბრუნებოდა მამის წიაღში, იმიტომ რომ როდესაც ეს ყველაფერი გაიაზრო მამამის წიაღში, ესე იგი ის ჩვეულებრივი მუშები, ესე ვთქვათ, მოსამსახურებიც კი ამაზე კარგად ცხოვრობდნენ. ისე ლუკმაპური მაინც ქონათ იმათ და ღორების საკვებით არ იკვებებოდნენ როგორც თვითონ ეს იყო ესეთ მდგომარეობაში და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება რომ დაბრუნებულიყო. ეს არის სწორედ სახე დღევანდელია ცოდი დაცემული კაცობრიობისა და შევთხოვოთ უფალს რომ ყველა ადამიანს აი გონზე მოსულიყავ და ყოფილიყავით უძღები შვილები, როდესაც ის გონზე მოეგო და ბრდება უფალთან. ამიტომ სახდება უფალი თვითონ ეგებება მას ამდორება და აღადგენს იმ პირველ პატივს, იმიტომ უფალმა ჩვენ გასხვავებით იცის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, მისი განცდები, მისი სურვილები, რა უნდა, რა სჭირდება და აქეთ გვეხმარება. მე წეგანს ვთქვი, რომ გამოვლენილი მდგომარეობა არ არსებობს. ამიტომ არ უნდა ჩავარდოთ ჩვენ უბედობაში, საწოლაკეთილებაში, პირიქით ყოველთვის უნდა გქონდეს ღვთისმეტი და ამ ყველაფერს დავძლევთ ჩვენ და ერთმანეთის გვერდში დგომით, რა თქმა უნდა, ადამიანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ სერიოზული ცხოვრება, დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა იმიტომ ეს ცხოვრება რაც ადამიანი წოდი დაეცა უკვე აღარ არის ჩვენი ხო ჩვენი არის ზეციური ვთქვათ სამშობლო აგერ სასופველი საერთოდ უნდა ვისწრაფოდეთ აგერ გუშინ ასევე იყო დიდი ჩვენი წინამბების ვახტანგ ბოდიში დავით აღმაშენებელი ხსენება და მათ რითი შეძლო იგივე მოგვიანებით თავრომ მეფემას რომ მათი თავი ვექტორი რა იყო ცხოვრებაში რომ არ აღმოსავლეთი ან დასავლეთი ან ჩრდილოეთი ან სამხრეთი არამედ უფალი იესო ქრისტეს ძები ცხოვრება იმიტომ მათი წოდნენ რომ სწორედ ერის გადარჩენა სიჯანსაღე დამოკიდებული სულიერებაზე და სწორ რწმენაზე სარწმუნოებაზე დედა ეკლესიაზე და ამიტომ მართლაც ის იყო ღირსეული გამგრძელებები იგივე აი წმინდა მეფეს ვახტანგ გორგასის რომელსაც დაგვიტოვა მართლაც მნიშვნელოვანი ანდერძი ხო ეძიებდა ქრისტეს და სიკვდილის მისთვის აი ეს არის თავარი და ამიტომ არის ჩვენი ერი რომ არსებობს დღეებზე ბატონო გიორგი ამან მოგვიყვანა ჩვენ რწმენამ უფლის სიყვარულმა ღვთისმშობლის სიყვარულმა და როგორც რაღაც მოგახსენეთ აი უფალიც არ აყონებს მადლსა წყალობას თუკი როცა ხედავს რომ ადამიანი მისკენ არის და ისწრაფეს იმიტომ გვიადვილებს იმიტომ ქრისტიანობა ურთულესი გზა არის მარტივი არ არის მაგრამ უფლის შეწევნით უფლის იმიტომ ჩვენ ძალებს რაც აღემატება უკვე უფალი ერთვება და ის მისი მადლი შეგვეწევა ყველას დიდი მადლობა და мама, აი როგორ უნდა გავითავისოთ ჩვენ ახლა იმართლა ერთი თვითონ იმდენად ცალცალკე ვერაფერი ვერ ვართ რაცა როგორც ერთიანად ვართ ესეთი რაღაცა ძლიერები, იმიტომ რომ ფაქტია სახეზე რომ როცა ერთიანად ვართ რაღაცნაირად აი ერთი აზრის ქვეშ ვართ ხოლმე, მაშინ არის რომ ღვთისგან ძალიან დიდი წყალობა აქვს საქართველოს ხოლმე ნებისმიერ ასპექტში, აი ისტორიულადაც ომები იყო, ის იყო, აი როცა ერთიანი იყო რაღაცა და როცა უჭირს ქართულს ყოველთვის აი რაღაცნაირად დედა ღვთისმშობელი გვარჩენს ხოლმე რა. ამ შემთხვევაში მამა აი ხო შეიძლება რომ აი ესე აი გათითო კაცებული არ ვიყოთ და ყველა ვიყოთ რაღაცა ერთიანად რა, იმიტომ რომ დღეს უბრალოდ აი თანამოაზრეს ადამიანი ხო მე რა თქმა უნდა მაქვს ეკლესიის გარეთ ლაპარაკი. დღეს 10 და 20 კაცი არ არის, რომელიც ეკლესიაშიც კი არის, რომ სიტყვაზე ის იმის მრევლია, ის იმის მრევლია და შეიძლება ერთმანეთს ვერ უგებდნენ ადამიანები და ნუ ეკლესიის გარეთ ხო საერთოდ. და აი ამ შემთხვევაში მამა აი როგორ უნდა გავერთიანდეთ, რომ აი რა ვიცოდეთ იცით მამა, აი რაც მნიშვნელოვანია, იქ მაინც ვიყოთ ერთად. აი შეიძლება მე თქვენი მოწინააღმდეგე ვარ აქ სადღაც სამზარეულოში, მაგრამ როცა გარეთ სადაც ჩვენი მენიუ იკითხება, იქ მაინც ვიყოთ ერთიანი, რომ იმ ხალხმა დაინახოს ჩვენი ერთობა, იმიტომ რომ ხანდახან დასაცინიც კი ხდება ადამიანი, როცა ამბობენ ხო აი თქვენ ხართ ესე რაღაცა ვერ ხვდებიან ხოლმე, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ ესეთი სიძულვილის გამოხატვა და ამდენი ის მე ვფიქრობ რომ არ იქნება არც ღვთისათვის მოსაწონი. რა თქმა უნდა და რაც ყველაზე მეტად გულსატკიარია თვალსაჩინო დღეს ეს არის უსიყვარულობა. ერთმანეთს გაუცხოება თქვენ თქმის არ იყოს თითქოს ერთად ვარ თითქოს აგერ ეკლესიაში ერთად ვდგავართ. ახლა მოდი რო გადავდოთ გვერდზე ის ნაწილი საზოგადოებისა ვინც ეკლესიაში არ დადის და ასე ვთქვათ. ხო არ იცის არ სულიერი ცხოვრება თუმცა ღმერთის წამს ხო სიტყვიერად გამოხატავენ. და ამიტომ და მიუხედავად იმისა რომ შევეხე ჩვენ ისტორიულ წარსულს იგივე დავითის დროს როგორ იყო თამარის დროს იგივე გიორგი ბრწყინვალის დროს იმიტომ მათი მიზანი სულ სხვა იყო იმიტომ ძალიან კარგად იცოდა როგორც წელს მოგახსენეთ ბატონო გიორგი რომ აი გადარჩენა სწორედ აი ეკლესია იმიტომ ეკლესია არის მართლაც დედა რომელიც ბევრს აერთიანებს და ბევრი ადამიანი ყოფილა ვინც
სხვა შეგნებით მოსულ ეკლესიას და მე მართლაც ესე განუცდია სახეცვლილება, შინაგანი ცვლილებაც და სხვა ადამიანის ჩამოყალიბება. ძალიან რთულია მეწევანს შევეხე სულიერი ცხოვრება, მარტივი არ არის, მით უმეტეს უფრო მეტი ბრძოლები აქვს, როცა ადამიანს უფალთან მისვლას, უფრო მეტი ბრძოლებია, უფრო მეტი 1000 რაღაცა უკეთური აზრი მოდის. იქნება კიდევ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ბოროტებაზე დგაასო, ხო, ბრძანებს და მაგრამ მე თავი რა გვაკლია იცით რომ თავია რომ ჩვენ აი საკუთარი თავი რაღაცნაირად შევძლოთ უკეთესად რომ შევიცნოთ აი ეს არის თავი იმიტომ რომ თუ ადამიანი ამას შეძლებს ის რა თქმა უნდა სხვაზე აღმატებულად აღარ წარმოადგენს თავის თავს სხვაზე ესე იგი ამ პარტნიორობაში აღარ იქნება ზემოდან აღარ დაუწყებს ყურებას და უფრო სიყვარულიც უფრო მეტი იქნება იმიტომ რომ სამწუხაროდ აი როგორც თქვენ ბრძანეთ ეხლა შეიძლება 15-20-30 წელიწადს ადამიანი ეკლესიაში და პირიქით უფრო მეტ ხიფში ჩავარდეს და ამ პარტნიორობაში ჩავარდეს ხო და ის ადამიანი რომელიც საერთოდ შეიძლება ეკლესიაში არ დადეს აი სიტყვად უფალი წამს ყველაფერი შინაგანაც უსხო უფრო მეტი მოწესრიგებული იყოს სხვა ამიტომ ინდივიდუალურად მიდგომა უნდა ყველა ადამიანს და როგორც ადამიანი ამას შეძლებს რომ დაუშვათ საკუთარ თავში დაინახოს ის ყველა უარყოფითი თვისება უკვე ფიქრებს არასდროს განკითხვაზე და სიძულზე, არამედ იმაზე, რომ გამოასწოროს ეს და მიხედოს საკუთარ თავს და თუ კი ამას შევძლებთ, ხო, მე ყველაფერი დაალაგდება, ხო, ამიტომ აი ეს არის, ამით უმეტეს აგერ ახლა მოსამზადებელი პერიოდია დიდმარხვის, აგერ მეზღვარი და ფარისეველი იყო, ორი წარმოიდგინეთ, მაშინელი იუდეელი არის საზოგადოების ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წარმომადგენელი, ხო, ესე იგი ფარისეველი ერთ-ერთი ელიტა, ასე ვთქვათ, მაშინდელი, რომელმაც ზედმეტად იცოდა წმინდა წერილი, მაშინდელი და რჯული გარეგულად აღასრულებდა ყველაფერს, მაგრამ შინაგანაც სხვა ადამიანები იყვნენ, ხო ისინი ზულდათ, შურდათ და ასე შემდეგ. და აი მეზღვარი კიდე რომელიც ორმაგად ზულდათ აი თვითონ იუდეელებს, როგორც თავისი ერის წარმომადგენელი რამდენად აქვს მას გაცნობილი თავისი ცოდი დაცემული მდგომარეობა, რომ თავის აწევასაც კი ვერ გადაურევს და ხო და მერტო მიხინება ცოდვის დამას და შემიწყალება ეს დღესაც კი ურჩევთ ხოლმე რომ ხშირად ადამიანმა ეს ბეზოს როსო გაიმეოროს იმიტომ რა თქმა უნდა აი ეს მთელი თავი არსი ადამიანის ცხოვრებისა რომ შევძლოთ რომ საკუთარი თავის დანახვა და რა თქმა უნდა მე ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ უნდა გავაცნობიეროთ რომ არავინ არავის მაღალი არაფრით არ არის იმიტომ ყველა ცოდვილები ვართ ყველა ჩვენ მძიმე ჯვარი გვაქვს და რა თქმა უნდა ეს ჯვარი იყოს ადვილსატარებელი როგორც ამაც ნამე ბრძანებენ ეს რა გარდაქმნა ქრისტეს ჯვრად იმიტომ უფალს ბრძანებთ რომ მოდით ჩვენ ყოველ მარშრუტით ძიმე და მე გაგისვენებთ თქვენ იმიტომ რომ უღელი ჩემი სუბუქას და ადვილი იქნება მასთან როცა ადამიანი თავის არსებით უკავშირდება უფალს ყველაფერი მარტივია განსაზღვრების დაძლებაც და ყველაფერი აი ეს არის თავი ერთმანეთი გვიყვაროს ერთმანეთ პატივცემდეთ და აი პატარა ერში ეს რაღაც არ უნდა ხდებოდეს რომ იმიტომ რაღა ვართ ახლა 3 მილიონი ნახევარი ესაც ადგილზე რამდენი ცხოვრობს ნახევარზე მეტი გასულია ხო საზოგადოებრივ და ამიტომ მე მგონი არ იქნება და ცოტა ისეთ შედარება მაგრამ დავხედავ ჩვენ ისტორიულ წარსულს ის ჩვენს ისტორიას რო არა გარეშე მტრები ალბათ რა ვიცი შეიძლება ქართველის რაღაცი არსება იმიტომ რომ როცა ხდებოდა შემოსევები ბრძოლები მაშინ ერთიანდებოდა ქართველები ერთად ვერ ბრძოდა ამ ტერს და როცა მშვიდობა იყო ერთმანეთს ვებრძოთ სკამის გამო, გავლენების გამო, რაღაცა და შემდეგ და ერთად თქო სამწუხაროდ ეგრეთ რაღაც არ მოხდებოდეს და უნდა ვისწავლოთ აი წარსულის შესრულებას. პირიქით კი არ გავიმეოროთ, არა პირიქით უნდა ვიცავთ ამის გამოსწორებას და რითი ისე რწმენით, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსიყვარული და უფალზე მინდობით, ეს არის თავარი. და თან მამაო რა არის ისეთ აი რაღაცნაირად ვიღაცა სიტყვაზე ფეხი დაუწდა ვიღაც რაღაც პრობლემა აქვს ხო იქ აი რაღაცნაირად იქ კი არ უნდა გადაუარო შეიძლება სათქმელი გაქვს მაგრამ იმან ჯერ შენში მეგობარი უნდა იპოვოს რომ რაღაცნაირად ამოიყვანო ამ ძიმე მდგომარეობიდან მე შეიძლება რომ იმან მოგისმინოს და შენ უთხრა რომ მე ვფიქრობ რომ აი ამ კალამს რო უშვებდი შენ აქ ცდებოდა აქ მამაო რაღაცა იმას ვერ იტანენ შენიშვნასაც ვერ იტანენ იმასა და ეს ძალიან ცუდი არის ისევ სახელმწიფოს განვითარებისათვის მამაო და ადამიანები ვერ ვითარდებიან ადამიანი რომელსაც შენიშვნა არ მოწონს ოღონდ აი როცა მართლა კარგი გინდა ადამიანისათვის და აი ეუნები რომ აი ეს ხა სიტყვაზე მოძღვარი ხართ ხო და ეუნებით რომ აი აქ შვილი ცდები და მე დამიჯერე და აი ესე გააკეთე ხო არა აი ამას ვერ იტანს ადამიანი და ეს აი ეს სიამაყე ხო ამაყ ადამიანთან ღმერთი არასდროს არ იქნება რა თქმა უნდა კი ზუსტად ამაზე ეს არის პატიმოყვარეობის სცენი რომელსაც ყველა ადამიანია დასნეულებული და
აი წეგანს ამიტომ რომ როცა ამას მივხვდები ხო ეხლა რა თქმა უნდა უშუალოდ არავინ არ ვართ ეხლა ჩემნა დაწყებული ვერტო ყველა დაგვიფაროს ხვალზე ვისა შემთხვევას არავინ არ იცის ხო ამიტომ გვმართებს სიფრთხილეთ ამიტომ გვმართებს წინდახედულობა და იგივე როცა ვხედავ ჩვენ მოყვას რომ რაღაცა შეცოდა სიტყვაზე ამ მძიმე მდგომარეობაში ხო აი პავლე მოციქულას გვასწავლეს რომ მიდი ესე იგი ამხილე შერისხე და მოეფერე ანუგეში ესე იგი კი უნდა უთხრათ როცა ქრისტეს ამას გვეუბნება სახარებაში რომ როცა იქნება მარტო მიდი ამხილებაში უთხარის კი საქვეყნო დაუწყო შეურაცხყოფა და ასე შემდეგ დაამცირო პიროვნულად არამედ უთხარი როცა მარტო იქნება ხო და თუ გაიგებსო ხო კარგი თუ არ და შემდეგ ორი ასავი მოწვით ადასებს კიდე ამხილეო და თუ არ და ნუ შემდეგ საკრებულოს ეკლესიას გადაეციო და თუ შეისვეს მასას ხო კარგი თუ არ და ნუ რა თქმა უნდა ეხლა თუ ადამიანს არ უნდა თითო უფალს რომ მივიდეს და რაღაცა მოუწოდოს და თქვას მაინც არ შეისმოს და არ მოусმოს ესე ხო იყო თითო უფლის დროსაც ხო რამდენი აი მე წეგან ვახსენე ფარისევლები საკუთარი თვალით ხედავენ ამ ხელა სასწაულოს და უფალი არ მიიღეს იუდეელმა ერმა ხო სადაც უფალი მობრძანა და განკაცდა და იქ აღიზარდა და იქ მოღვაწეობდა ხო და ძალიან რთული ადამიანი თავის აი ხრივ იმიტომ რომ უფრო მიდრეკილია იმ წერესაგენ რა თქმა უნდა და ამის დაძლევა ძალიან რთულია ხო და რაც თქვენ თქვით ესე აი დღეს ეგ არის უბედურება რომ სამწუხარო რომ აი როგორც კი დავინახავთ თითქოს აი ადრეს მეგონი თქვით გადაცემაში რომ თითქოს ადამიანი ჩასაფრებულია რაღაცნაირად აი ზედ როგორც იტყვიან აი ნაცვლად იმისა რომ ხელი მოუკვიდოთ წამოაყენოთ დაუყავეთ ვანუგეშოთ და უთხრათ რომ კი ბატონო ეს არ იყო სწორი როგორც ცხოვრობდი როგორც აკეთებდი მაგრამ უთხრათ რომ იქნება ახლა ნუგეშსაც რომ ამ დროს მიიღებს ადამიანი ამ ხელა რაღაცა გავლენას ახდენს მასზე და შეიძლება გადააფასოს და მართლაც დაიწყოს ის ცხოვრება მოტრიალეს და ამას წინათ მოვიკითხე ადამიანი ვისაც აი უბრალოდ რაღაცა პრობლემები ქონდა ზოგი საპატიმროში მოხდნენ ზოგი რაღაცა პრობლემის და გამო რა და ეხა არ მინდა რომ კიდევ ახსენო იმიტომ რომ რაღაცა ისა რა ქვია თითქოს აგიტაციას კი არ უწევ მაგრამ მოვიკითხე უბრალოდ ისა რა ქვია იმიტომ რომ დაიჭირეს ეს ადამიანები რაღაცა და ყველაზე მაგარი ცუდი რა არის ის მამა აი მორწმუნე ადამიანმა როგორ ვერ უნდა გაგიგოს იმიტომ რომ ადამიანს როცა უჭირს როცა არის ნაღალატები ან ფიქრობს რომ სიტყვაზე აი ხა გაწირული არის რა თქმა უნდა და ეს ჭირს და ამ წამს ერთმა სენმა სიტყვამ რამხელა ნუგეში შეიძლება მისცეს და ვიღაცა ქრისტიანები ბევრი ისეთი ადამიანები რომლებიც მიყურებენ რაღაცა ზოგი მრევლია რაღაცა აუ გიორგი რატო მოიკითხე რაღაცა აი წარმოიდგინეთ მამაო რა დონეზეა ჩვენი წმენის თამასა რა რომ აი წარმოიდგინე ბიჭო ადამიანს როცა უჭირს ხო როგორ შეიძლება რომ იქ მე დაუწყო ეხა გაზომვა რომ შენ ეხა ომში რო ადამიანი და შენ ის ჩაიდინე იმ მეზობელს ეზიზღები რა მნიშვნელობა აქვს იმ წამს იმ ადამიანს ხელი გაუშვირო არ მოკვდეს მამა ვიცოდეს რომ მარტო არა ეს კი არის კი აი არ ჩავარდეს უიმედობაში რა ხო მამა თორე ხა მე არავის ინტერესი არ მაქვს ზოგს არც ვიცნობ და აქედან მკითხულობ ხოლმე ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს ზოგი ჩინოვნიკი იყო ზოგი რაღაცა მაგრამ ჩემი თანადგომა იმიტომ რომ ვიცი რომ რა განცდებში იქნება ეხლა და რა ზუსტად ვიცი რომ როცა თანამდებობაზეა ვიღაცა იმიტომაც საზიზღარი ეს საერთოდ აი ეს თანამდებობები და აი საერთოდ ეს სამსახური და სტრუქტურა თვითონ რომ როცა რაღაცას წარმოადგენენ მაშინ ყველას უყვარხარ და ყველა კითხულს და დღესასწაულს გილოცავენ ისე რომ ვერავინ ვერ დაასწრებს და როცა არაფერი არ ხარ ხო საერთოდ არავის არ ახსოვხარ და ეს მომენტი მე ვიცი ზუსტად რომ განიცდიან ბევრი და აქედან უბრალოდ აი მართლა სოლიდარობის მიზნით რომ მეწოდებიან რაღაცნაირად და ზოგს კითხულობ ხოლმე და აი მორწმუნეებს მამო ეს როგორია აი რა ქრისტიანობაში თავარი არის რომ ეს უფალებას გვეუბნება სახარებაში რომ მეორდმოს როცა იქნება ანუ ის კი არ გვეტყვის აი კაითა როგორ თანამდებობა ქონდა რა გვარის სახარ აერონების ხარ თუ ამ შემდეგ რა ის გვეტყვის რომ აი შიოდა და დამაპურეთო დაუშვათ შიშველი იყო და საპატიმროში იყო და მინახულეთ საუნთყოფში იყო და მოხვედით სანახავად აი ეს არის თავარი იმიტომ რომ ეხლა თქვენ თქვის არ იყოს ეს არის თავარი აი ყველაზე დიდი ნუგეში ეს ადამიანს ჭირდებათ დიდი განსაცდელის ქვეშ არის დღეს ხო და რამდენი ხო გვაქვს შეხება იგივე პატრიოტთანაც იგივე ვინც ძიმე სეინთ არის დაავადებული და რამხელა ნუგეშია მართლაც ერთ სიტყვას რომ შეაწევ წეგანს თქვენს რო თქვით ხო ეხლა შეიძლება წაქცეული ადამიანი ნახო და სახარებოს იგავეცროა ხო მოწყალეს რა თქმა უნდა ხო აი წარმოიდგინეთ
წამოაყენებს მოდელი ჩაულის ზედა შეხედავს ის დიაკვანი ჩაულის ის ჩაულის და ბოლოს იცი აი სამარიტელი წამოაყენებს მიიყვანს ტრეობდნენ მტერი იყო ამის წარმოგიდგენთ და უპატრონებს მაგრამ ადონეზე, აი გაჭირებაში დაუდგა გვერდში და მე უთხარი შედალუცული იქიდან ამოიყვან ეხა ნანიშნე მე თუ მიჭი ეხა სამოწყოფოში დამადგე და თუდათ რო ვარ და აქ დამდგე ვის არ აქვს იმის გარანტია უბრალოდ რომ ხვალ თვითონ არ მოხდება სამოწყოფოში აუცილებლად მოხდები მე ხო და ამი უფალს ამას გვეუბნება რომ რაშიც განიკითხავთ იგივე განიკითხებით ხო აი დამთავრებული აქვს ამბავი ამიტომ ჩვენ სიგულად რამდენი ესეთ რომ ასწორს დაცინებს რაღაცას აბუჩათ იგდებს და ზუსტად იგივე ემართება მე მას კი ბატონო ხო და ამიტომ არის იმიტომ რომ თითოეული სიტყვა თითოეული გაფიქრებაც კი როგორც ადამიანი რაღაც უკეთური აზრი მოვა და გაივლებს თავში ეს უკვე აისახება სიცოცხლეში ხო და ეს უკვე თუ თვითონ არ მოინანია და გოს არ მოეგო ეს რა თქმა უნდა წინ დახვდება როცა იქ მივალ თავის დროზე უფალთან მე როგორ გვიანი იქნება ხო ადამიანი რო გავა ამ ქვეყნიდან ის ვიღარ სახსრებას ვიღარ ზეზიერება და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ამიტომ ეს ასე არ იყოს ამიტომ გვჭირდება ახლა ურთიერთობის პატივისცემა თანადგომა იმედის აი რითიც შეგვიძლია ხო სიტყვით შეგვიძლია ვანუგეშოთ სიტყვაზე ან შეიძლება არც იცნობა ადამიანს და ყური მოკარი ხო აი როცა ლოცულობ მოიხსენე იმის სახე როგორ განსტერში მყოფი ან უძროებაში მყოფი და შეეწევა ესაც უფალს და ამხელა ის არის ხო იმიტომ მე შენც მდგომარეობაში მამა რო აღმოჩნდები შენც გეხმარება რა თქმა უნდა კი თან მამა ჩვენ აი რა ვერ გავითავისეთ იცი რომ აი ის რო სიტყვაზე აი მე შემეშლება ხო არის იმის ცოდვაც არის და იმის ტკივილიც რო იყოს. აი გარი ყველაზე დიდი პრობლემა მამა ეხა რატომ უნდა გიხაროდეს მაგალითად აი თუ მაგალითად ამ თავრობას სიტყვაზე მე მხარს არ უჭერ მაგრამ ამათი წარმატება რატო არ უნდა გიხაროდეს თუ საქართველოს ეხო საქართველოს წარმატებად ამათი მარცხიც უნდა წყინდეს იმიტომ რომ ის აი ხლა მაგალითად ეხლა გაუკეთებიათ არ ვიცი ის განცხადება გაუკეთებიათ ეს უნივერსიტეტები აღარ ერთიანდებიან და ძალიან მაგარი რაღაც მოხდა და ეხლა როგორ არ უნდა ჯერა საერთოდ არ უნდა დაეწყოთ მაგრამ ნუ თუ დაიწყეს და გვიან ხო იცით მიხვდნენ მაინც მადლობა ხო მაგაზე მეტი რა გვეთქმის სიტყვაზე მამა ესეთი რაღაც ამათი წარმატება მამა ჩემი სამშობლოს წარმატება არის და ამათი მარცხიჩება რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენთაგან ეს არ გვაქვს მამა ეგ არის ცუდი მე რო არ მიყვარს სიტყვაზე ესენ სიტყვაზე რო არ მიყვარდეს ამათ რო რაღაც შეეშლებათ მე უნდა მიხაროზე როგორ შეიძლება მამა ეს ხო სიბოროტია რა თქმა უნდა არ შეიძლება ესე ასე დროს ქრისტიანობაზე კი საერთოდ ადამიანობაზეც არ არის საუბარი ზედმეტია დიახ მამა ზუსტად მამა და ესეთი რაღაცები მამა არ ესმით იმიტომ თქვენი მარცხი ხა ეკლესიაში მე ელემენტარული მამა გადაცემებს და იმას რომ ამზადებდნენ ვიღაც მოძღვარზე დაამზადებდნენ ვიღაცა რაღაცა ეს მამა ტკივილი უნდა იყოს კი არ უნდა გააშუქო რომ აი ამას რა ჭირსო აი ეს რა დაგვემართა ესე უნდა გააშუქო ან საერთოდ არ უნდა გააშუქო მაგრამ თუ იმასე როგორ შეიძლება ის რომ აი სიტყვაზე ამით გაიხარო ხო იმიტომ რომ ეს ისი არ ჩაივლის ეს სიხარული შენ ტკივილად აუცილებლად მოგიბრუნდები კი და არაერთი ფაქტის მოსროლა ჩვენ კი ბატონო ჩვენ სირგულ ამდენი ყოფილი ესეთი ადამიანი როცა იქ წან თქვენ გზანთან როცა რაღაცა გავლენების წარმოადგენს და სათავეშია და სიტყვაზე თანამდებობა აქვს თუ ეკონომიკურად წარმატებულია კი ბატონო შენ აღმოჩნდება ციხეში და ის ვერც არ მოიდგენდა ხო და უშუალოდ რამდენი ყოფილა ჩვენ თვალწინ თუნდაც აი ბოლო წლების განმავლობაში რომ იმ პერიოდში როცა ისე რაღაცას წარმოადგენდა თქვათ ჭყალებში იმაზე გააზრებაც კი რომ როდესაც მოუწევდა საპატრიარქოში ყოფილა რა თქმა უნდა არ ქონდა იმ დროს როცა ადამიანი აშავებ რაღაცას ხო ამაზე არ ფიქრობა არ ფიქრდები იმას რომ შეიძლება ხვალზე იმაზე უარსდრობაში ამიტომ არის სწორედ არანაირი გამართლება ამ განკითხვას იმას არ აქვს ადრე თუ გვიან ეს ისე ჩვენ შემოგიბრუნდება თქვენ თქმის არ იყოს და ამაზე მოგვითხოვება ძალიან მწარე პასუხი. სხვათა შორის მამა ყველაფერი შემოგიბრუნდება. ეხა დღეს ხო ეხა მე არ ვკითხულობ იმას ეხა ვინც ეხა პატიმრებს ძალიან ცუდად ექცეოდა იმ ადამიანებს არასოდეს არ მოვიკითხავ საერთოდ ჩემს ეხა იქ საერთოდ ეს საერთოდ სხვა თემა არის და ის არის მაგ ადამიანებს არ ვკითხულობ ხოლმე არასდროს თუმცა ისინიც პატიმრები არიან მაგრამ აი ნახეთ ვინც კარგად ექცეოდა აი ციხეები ამ თავრობის დროს მართლა ძალიან მაგრად დაიხვეწა და სასწაული რაღაც რეფორმა გააკეთეს და მართლა ადამიანს თვლიან ადამიანად და ზუსტად ესე რომ დაიჭირეს დახვდათ წინ აი დააკვირდით ვინც იხართ ახლა აი ყოფილი მინისტრი ის წირაც დახვდათ არის თქვენი განაკეთები რომ აი ესეთი კარგი ხალხის ხელშია ციხეები და მადლობა მართლა აი ყოველ საპატიმროს დირექტორს და იმას აი მართლა
უკარგ ადამიანები არიან და დიდი მადლობა რომ პატიმრებს ვინც კარგად ექცევით ჩემთვის ხარ ძალიან დასაფასებელი და დიდი ყოველთვის გეტყვით მადლობას და განათლება კეთს მოვიხრი თქვენ წინაშე ვინც აი თითოეული თანამშრომელი ვისთვისაც პატიმარი არის ადამიანი და ძვირფასი მადლობა ამისათვის და ჩვენ არ უნდა ვიკითხოთ ვირა დააშავა ჩვენ და ვიკითხოთ რომ როგორ დავეხმაროთ ამ დანაშაულს და როგორ ამოვიყვანოთ და შემდგომ შეგიძლია კითხო როცა მას ექნება იმის დრო რომ შენ კითხო ხო აი ეს არის ჩვენი პრობლემა არის გაჭირობაში ადამიანს არასდროს უნდა ჩავეკითხო და თუ შეიძლება მამა აი ქრისტიანული რა არის ამ შემთხვევაში იმიტომ რომ შენდობის კვირა მოდის ეს და აი სადამდე უნდა გაგვყვეს ეს ან აი თუ არის ის რო აი სიტყვაზე მაინც და მაინც ახლა მე რო თქვენზე ნაწყენი ვარ აი ამ დღეს უნდა დაველოდო აი თუ შეიძლება რომ მაგასთან დაკავშირებით არა იმიტომ რომ უფალის გეუბნება იმიტომ რომ აი ფსალმუნების ხო პირდაპირ ბრძანებს დავითის წინასწარ უფალი უფრო დავითის წინასწარმეტყველის პირით რომ რას თქვა გულთაშინა თქვენთავ სარეცედა თქვენთან ზედა შეინანეთო ან როგორც კი რაღაცა მოგივა სიტყვაზე ხო უკეთური აზრი იქნება თუ ვინმეს განკითხვა იქნება თუ სიძულვილი აი სანამ წამოდგები და გახვალ უნდა ეცადო რომ ეს არ გახვიდე ეს სიტყვაზე თუნდაც გარეთ რომ რაღაცა არ შეინანო და ამიტომ მალობა ღმერთს ამიტომ არსებობს ეკლესია ამიტომ არსებობს სინამდვილის საიდუმლოება რომ ადამიანმა შეძლოს თავისი აი ამ წოდების რაღაცა როგორც ჭურჭყით შესული სულის ჩამორეცხვა აღსარების და ზიარების შედეგად აი ძმამები ეკლესიას უწოდებენ სულიერ აბანოს სულიერ აბანოს წარმოგვიდგენთ ეს შედარებაა რომ ადამიანს ისე შეუძლია რომ ეს სულიერი ჭურჭყით დაზიანებული წოდებით დაზიანებული სული ჩამოირეცხოს და განიწმინოს აქედგან რა თქმა უნდა ჭეშმარიტ სინამდვილეზე აქვს საუბარი და ეს შენდობაც სწორედ ამის ერთ-ერთი ის არის შენდობის გარშე შეუძლებელია ხო მამოჩვენოს შეზღუდვება უფალი რომ მიუტევე და მოგეტევება წოდები თუ არ მიუტევეთ არ მოგეტევება ხო აი ესე ფორმულა ხო და იმიტომ შენდობაზე გადის ყველაფერი ბატონო გიორგი ურთიერთპატივისცემად ურთიერთ გადარჩენა და ზრუნვა თითოეული ადამიანზე იმიტომ რომ წინას მოგახსენეთ უშესტობა არავინ არ ვართ ყოველდღიურად ადამიანი წოდავს ეს იქნება გონებით იქნება ეს იქნება გულის თქმებით შინაგანად უფრო თავი საინტერესო რა უფრო შინაგანი ადამიანია იმიტომ უფალი საკითხად მოგიწოდებს რომ ჯერ შინაგან ხარეს უნდა მიხედოს ადამიანმა იმიტომ რომ გარეგულად შეიძლება ისე იცხოვროს ადამიანი როგორც თავდაბლობა როგორც აღსარებელმა მაზერებელმა მაგრამ შინაგან ფარისევლივი წერა რასაც თქვი წერა კი და ამიტომ თავარი არის რომ ჩვენ როგორც ეფრემ მასურმა შეძლო აი იგივე საპატრიარქოში მოვიდა ხო გონს ეფრემ მასურის თავის გასოთ როგორ ხვალ არის მე მგონი ხო და იქიდან ამან ესე იგი უდესი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე და გახდა წმინდანი ხო და აი მისი სინამდვილეს მათ იწოდება ხო აი ახლა მარხოს ჩაიაგეს სამშაბათ საღამოდან დაიწყება ყველერის სამშაბათ საღამოდან ეფრემ მასურის ლოცვები ხო და რამხელა შინაარსობრივია ეს რამხელა როგორ ქონა ამ წმინდანს გააზრებული ეს ადამიანის აი შინაგანი მხარეებში ამ ცოდვით დაცემის მდგომარეობა და მართლაც მის სწავლებას უკითხულობთ ხო არა შეუძლია ადამიანი არ აღძრას სინამდვილეს არ გააღვიძოს ადამიანში სინამდვილე იმიტომ ის აი სინდისი ზოგს ხო რაღაცა თქოს მინავლებული აქვს აი მწოდების გამო მაგრამ როგორც ოქრო პირი ბრძანებს არსებობს ადამიანმა ეს ჩაკლა სინდისის ხმა ეს არის სულის გამოძახილი რომელიც ყოველთვის გვამხელს ჩვენ და ეს არის ყველაზე კაი საშუალება რომ მithubetes-ოს შენდობის კვირა და შენდობის კვირა კი ყოველი დღე უნდა იყოს შენდობის დღე ყოველი წუთი, ყოველი წამი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვის როდის მოუწევს უფალთან წარდგომა და მე რიგო იქ რთული იქნება უკვე ეს თუ ეს მომენტი ადამიანო ხელიდან გაუშვა იქ უკვე ამის საშუალება ადამიანს აღარ გვიხდება ჩვენ ამიტომ თითო ამიტომაც არის როგორც ამას გასავლეს და ეკლესია რომ თითოეული წამი და წუთი დღე არის ძვირფასი იმიტომ რომ ჩვენთვის არის დღევანდელი დღე რაც უფალმა გვაჩუქა ხვალ არ ვიცით რა იქნება ხო კაცმა არ იცის ხვალ ვის სად რა მდგომარეობაში გავახედეთ თვალს გუშინდელ წარსულს უკვე არ დავებრუნოთ ის უკვე ჩავარდა ისტორიას და ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია რომ ვიზრუნოთ ხვალნელ დღეზე ეს არის რომ დღევანდელი დღე გამოიყენოს ადამიანს გონიერად როგორ გამოიყენოს ურთიერთ აი პატივისცემით როგორც საუბრობთ ფერს სიყვარულით და შენდობით იმიტომ რომ კი რაღაცა შეიძლება დაგიშავა ადამიანმა მაგრამ თუ არ მიუტევე არაფერი არ გამოვა იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნება უფალი ხო საუფლო ლოცვაში რომ თუ არ მიუტევთ არ მოგეტევება ეს არის ძალიან ნესტი ყველაზე მკაფიოდ ნათქვამი და ყველაზე გასაგებად ნათქვამი. და მამა თუ შეიძლება ამას ჩაგეკითხებით, რომ რამდენად თვითონ თუ არ ნანობს ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მიუტევოთ, აი ამ შემთხვევაში რა ხდება, იმიტომ რომ აიცით რატო რომ ადამიანი ხა ჩვენ რო არ ვაპატიოთ და ამ წამს გარდაიცვალოს, შეიძლება ამ ცოდვის გამო ზეცა ვერ მოიპოვოს და 64-ში ვერ მოხდეს და ამ შემთხვევაში მამა რამდენად მოქმედებს ეს
ოღონდ თვითონ თუ არ შეინარან რა თქმა უნდა თვითონაც პრობლემა ექნება თუ ნანობს მამო აი სამდენად არის ჩვენ ხერთ აუცილებელია იმიტომ რომ ეკლესიის ისტორია ძალიან ბევრი შემთხვევები ყოფილა რომ აი მოწამეობისათვის გამზდებულიც კი რო არ უპატიები არ მიუტევებია მადლი და კარგი ხო და წაუწყვეტია სული ამიტომ რა თქმა უნდა რომ მიუტევოთ შეიძლება ძალიან რთული არის ეხლა იმიტომ რომ ეს მეორე თემაა კიდე ხო და უშუალოდ ზოგი ადამიანი ვერ ლახავს თავის აი რაღაცა პატრიმოყარეობას და ვიღაცამ სიტყვა რაღაცა გაწყევინა ხო რატომღაც ამას ვერ არ შეუძლია ჩაყლაპოს სიტყვაზე მიუტევოს და აი ეს ბოღმას იდებს გულში და ნუ ამას არ გაპატიებ აი თქვენთვის არ იყო შეიძლება უცბად მოგიწევს უფალო წარდგომა აი ეს ამ მდგომარეობაში და იქ აღარ შეისმენ შენსას იმიტომ ის მომენტი უკვე ხელიდან გაუშვა ადამიანმა რა ამიტომ არის რომ აი თუნდაც ამ აქამდეც რომ მივიდეს ადამიანის ნაბიჯო გადადგას ალბათ ამას გარკვეული დრო ჭირდება და იგივე სულიერი კუთხითაც გარკვეული წინ ნაბიჯების გადადგმა იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის ესე მიტევებაც აი ეხლა მიტევების კვირა რომ მოდის ახლა ბევრი მაიცის ხოლმე რომ აი შეიძლება უცხო შეხვდეს და მომიტევე შემიდევ კი მე შეგიდობ იმიტომ რომ უფალი გინდავს ხო და ასე თქვა უფალია უფლის ხელში არა საჯელიც და ყველაფერს მიტეველია უფალი და ყველაფერი მაგრამ ამას გააზრებლად უნდა აკეთებს ადამიანს ზოგი რაღაცა ფორმალობამდე დადის და აი ხო არც ესმის რა სიტყავს რატო ითხოვს ისიც უნდა და ამ დროს თვითონ იმაზე ვარს აკეთებს ხო და თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ამის გარეშე გადარჩენა და ცხონება შეუძლებელი აი რაც არ უნდა ადამიანმა შეიძლება მთელი რაც სულებწრებლობას მიაღწიოს შეიძლება დაყუდებაში ცხოვრობდეს შეიძლება რაღაცა ნიჭებიც კი მიიღოს უფლისგან მაგრამ თუ არ იქნება შემდომი მიტევებელი იქ რა თქმა უნდა გამორიცხულია იმიტომ რომ უფლისაც ეს არის მთავარი უფლისაც ამას ითხოვს ჩვენგან ერთი შენდობა რო ეთხოვა ადამიანს და ევას ხო მიუძღვნა მოცემულობა იქნებოდა დღეს რა თქმა უნდა მდგომარეობაში არ იქნებოდა იგივე იუდას წარმოგიდგენ ყველანაირი საშუალება მიცა მას არის ტოტიც კი ჩამოწერ რამოდენიმეჯერ რომ და მაინც მიხვდა თავისი მიზანი განახორციელა და გააკეთა ეს დღეს აგერ სამწუხაროდ სად არის 12 მოციქულიდან ერთ-ერთი აგერ ფაქტურად თვითონ თქვა ღმერთზე უარი და კი ვიცით ყველამ სააც არის ხო დღეს აი ეს არის სწორედ მაგალითად ხშირად ეს უნდა ანუ ხშირად ვიცით ხოლმე ჩვენ ესეთ კურთხევას ვაძლევთ რევსო იკითხოს აი იგივე ცხოვრება ეკლესიის ისტორია მამათა სწავლები იმიტომ რომ ამის შესახებ როცა ამას მსგავს რაღაცებს გადააწყობები უკვე რუკა გიადვილდება რა ცხოვრებას გიადვილდება გააზრებას გიადვილდება და მიმტევრობა და ყველაფერი რა თქმა უნდა კი იმიტომ რომ არც ეს წმინდას დალხენილი ცხოვრება არ გაუულია და ყველანაირი მაგალითია რა ყანჩაღებისაც მკვლელებისაც სიტყვაზე ცუდი ცხოვრების წესრიგით ცხოვრობენ ისინი მათიც კი დღეს წმინდანები არიან აბა თუ კი მათ შეძლეს ჩვენ შეგვიძლია ხო ამიტომ შეთხოთ არ მithქვია რომ გამოვალი მდგომარეობა არ არსებობს თავი ერთის დავიწყეთ რომ აი უიმედობაში არ ჩავარდეს ადამიანს ეს თავი ყოველთვის ღვთის იმედი ქონდეს და ღმერთის იმედი გამოგიჩნდეს აი ყველაზე გაჭირებულ მომენტში უცბად აი ესე მოგეხმარება რომ ადამი გაკვირვებული რჩება რომ აი ეს გადალახა და მე დრო რო გადის უკვე ეს თქვა თვითონაც შვებას გრძნობს ნახილა შვებაა მართლაც ეს და აი ეს არის სწორედ ჭეშმარიტ შეუძლია ჭეშმარიტ რწმენას და უფლის მადლს აი მამო ის მადლი როგორ უნდა მოიხვეჭოს ადამიანმა უბრალოდ აი რატო ამბობ იცით რომ აი განა ვინმე იმსახურებს ეხა იმოდით აი სწორად თქვა ეხა თქვენც ეხა ზუსტად ვიცი ვინც ეხა კითხვა დასვით რომ აუ იმას არ ეკუთვნის ჩვენგან პატიო მართლა შეიძლება არ ეკუთვნის მაგრამ აი სწორედ მანდარი რომ ჩვენ რომ მადლი მოვიპოვოთ აი მოსამართლობიდან გამომდინარე მაინც უნდა დაუშვა რომ ვაპატიოთ რა შეიძლება არ ეკუთვნოდეს და ზუსტად ვიცი ხა აი ქართველ ადამიანს რომ ბოლომდე ესე გააბრაზებ ესე იგი ვიღაცას არ ეკუთვნის მაგრამ ღვთის წინაშე ჩვენ უნდა ვაპატიოთ იმიტომ რომ ღმერთი ამას იზამთ შენ თუ ღმერთის მეგობარი ხარ და შვილი ხარ ხო მაშინ ეს უნდა გააკეთო რომ მადლი მოიპოვო და ამ მადლით მე კიდე ხვებს ეხმარები და კურნავ რა და მადლის ხვანაერთ ხა ვინც აი ქიშპობაშია მამოსი ბოროტეში ერთმანეთს არ პატიოშნე იქ მადლი არ არის აი უფალმა ამის მაგალითი მოუცა ხო ბატონო გიორგი ჯვარზე შეუნდო ყველასა წარმოგიდგინეთ ყველანაირად დაამცირეს აწამეს რაც კი შეიძლებოდა მაშინ როგორც ავაზაკზე იმაზე უარესად მოექცნა ხო და უშუალოდ ჯვარზე გააკრეს და რა ვიცი ალბათ იმის წარმოთქვაც კი რაღაცა ხერხული ახლა ამის ხსენებაც კი და გააზრება და გაფიქრებას და რას ეუბნება რომ ესე იგი მამაღვერს ავედრებს რომ ესე იგი არ იციან გასაკეთებენ იმიტომ რომ ადამიანი ფაქტიურად
კი ვართ გონიერი არსება ადამიანი, მაგრამ რაღაცა მომენტში ისეთ უგუნურობაში ვარდება, რომ შეიძლება აი როგორც ფსალმუნიაში ამასაც პირობზე უგუნურად აღმოჩნდეს და იმას საშინელ მდგომარეობაში, ხო, იმიტომ რომ იმანაც კი იცის შვილის პატრონობა სიტყვაზე, მადლიერების გამოხატვა აი სიტყვაზე პირუტყვა, ხო, რაღაცას როული აქეთ ცდილობს რომ რაღაცად გაგრძნობინოს ეს და ისე, მაგრამ აი ხშირად ადამიანები ამას ატყვას ვერ იაზრებენ, მითხრი და ვარდებით იმაზე ვარ მდგომარეობაში, ხო, ამიტომ არის ახლა თუ კი უფალმა შეუნდო, ეს ხო უნდა იყოს ჩვენს მაგალითი, როგორია ახლა არაფრის გამო ვიღაცამ დააკავონ, აი უკანო ციხეში ჩასვან, საშინელი საჟელი სიკვდილით დაჟა გამოუტანო და არაფრის გამო, ახლა როგორია ახლა წარმოიქმნება და ავედრებს და რამდენი წმინდანიც, ხო, წმინდა გიორგი ავიღოთ არაპატია ყველას და ძალიან ბევრი, ხო, იმიტომ რომ სტეფანე პირველწოდებული, კი, აი ახლა ეგ უნდა მეთქვა, კი. და როგორც ევედრებოდა. ეხლა ძალიან რთული არის ეს მარტივი არ არის, მაგრამ არა შეუძლებელი. ისევ და ისევ უფლის მადლით, იმიტომ რომ აი მადლი როგორ უნდა მოვიხედოთ, თავდაბლობით რწმენით და მიმღებლობა უნდა ქონდეს ადამიანს, რაც გვასწავლის ეკლესიას და მივიღოთ. ადამიანი კი არა დარჩეს ადამიანს თავი. არის მსახურებენ, მაგას არ იმას. რა თქმა უნდა, უფრო მეტად საჯელს უმსახურებთ ვიდრე წყალობას, ხო, მაგრამ ხა როგორ უნდა აპატიო ეხა შვილი რომ მოკლა რაღაცა ვერ აპატიო შეიძლება რაღაც მომენტში მაგრამ აი მაგაზე მაღლა უნდა დადგე შენთვის ეციური მერტი პატიოს კი მერტი პატიო ყოფილა რაღაც შემთხვევები ხო იშვიათი გამონაკლისი ხა ყოფილა მაგრამ ის ხო იმისი ვიღაცისათვის შვილია ვიღაცისათვის საყვარელია მაგრამ შეათ არის ხოლმე მეც ვერ გადავდივარ რაღაც მაგრამ მე რას ვფიქრობ იცით რომ აი ვიღაცისათვის ეს ადამიანი მე რო შეიძლება არ მიყვარდეს უმნიშვნელოვანესია თუნდაც ღმერთისათვის მაგრამ ღმერთს იქით კიდე ვიღაცის შობელისათვის იმისთვის არც იმას არ უნდა და მამაო რომ ესეთი გამხდარა ხო კი აი წერა იმ მომენტში ადამიანი ვერ იაზრებს ასაკეთებს აი რატო ეუბნება უფალი რომ ესე იგი არ იციან რომ ასაკეთებენ ეხლა რო გააზრებული ქონდეს ადამიანს ხო ის ამას არ გააკეთებს ამიტომ მაგრამ ამასაც რაღაც ისჭირდება ალბათ რომ მივიდეს ამ შეგნებამდე იმიტომ რომ აი წეგანას თქვი რომ ძალიან ისეთი იმაში ჩადიან ხოლმე ადამიანები რაღაცა რა ვიცი სისასტიკეს ათასუბედურობას რომ იმ მომენტში რაღაცა იმას საუბარზე მეტია მაგრამ ვერ იაზრებს როგორც ჩანს ვერ იაზრებს და სწორედ ამიტომ არის რომ გაიაზრებს ამიტომ არის იგი თუნდაც საპრობლემო საჭირო ამიტომ არის საჯელი საჭირო იქ გონს მეგოს რამდენი თქვენს ხო გაქვთ შეხება და გამოდის მე არაჩვეულებრივი ხო რომ ესე იგი იქვე მე ბევრს უთქია რომ მაგალითად მალობა ღმერთს რომ მე ციხეში ვარ ბევრ რაღაცას ამით ამაცილა ბევრ რაღაცას გადამარჩინა და ესეც არის მართლა შეიძლება რაღაც ისეთი რაღაცა შეფთხოვო და აქ ან სულ ხელდა წასული იყო ან ისეთი რაღაც ჩაედინა რომ უპატიებელის დაესო შეცდომა იმიტომ რომ ისევ დაუბრუნეთ იმას უიმედობაში ყოფს ერთი ღნა ბიჯი გავდა რომ რაღაც საშინელება ჩაიდინოს და მე როგორ რთულია ამის გამოსწორება ხო რაც არ უნდა ახლა კი ლოცვას დიდი ძალა აქვს და შემწეობა აქვს ესე გარდაცვლილისათვის მაგრამ თვითკვლელისათვის გამორიცხული ახლა რაც არ უნდა ილოცო იქ რაღაც გამონაკლისები არის იშვიათი მაგრამ რა თქმა უნდა ეგაც ყოველს თავისი მიდგომა უნდა ინდივიდუალური შეიძლება აფექტი იყოს შეიძლება რაღაცა იყოს ცალკე ის არის მაგრამ მე ზოგადად ვიცახი ამას შობელშეულია და ეგეთ ვიღაცებს დიახ ასე რომ აი გმართებს ამაზე დაფიქრება და ამიტომ არის ეს მოსწავლებელი პერიოდი ამიტომ არის დიდი მარხვა რომ მე მინდა ვთქო ყოველს რომ ვისაც არ უმარხულია და აპირებს დროულად გადგას ეს ნაბიჯები და დავიწყოთ დიდი წმინდა მარხვა მოემზადოთ კარგად რომ უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი მით უმეტეს ვინც ეკლესიის წიაშია იმათაც მინდა ვთქო რომ აი მაქსიმალურად ვეცადოთ რომ აი ჩაუღრმავდეთ აი მართლმადიდებლურ სწავლებას იმიტომ ეკლესია რა თქმა უნდა კარგია აღმატებულია ყველა მსახურებაზე მაგრამ თუ არ გააცნობიერე რა არის ის მსახურება თუნდაც შინაარსობრივად არ გესმის წილვის და ლოცვის და ცისკრის შინაარსი და მისი მნიშვნელობა არის ეს ადამიანს იმიტომ უჭირს იქ დგომაც იმიტომ უჭირს ბოსმენას და ყველაფერი და ვინც კი გაეცნო მის უკვე ეს ადვილი არის რა მით უმეტეს უბრალოდ აი უღრმავდები და კითხულობ მამათა სამხელა საგანძური გვაქვს ჩვენ დატოვებული გადმოცემული მამების მიერ და ამის როგორ შეიძლება რომ ჩვენ და თან დღეს მალობა ამს ყველაფერი ხელმისაწვდომია აი მარტო ოქროპრის 24 მეულია გამოსული რაც კი მას ჰქონდა ესე განმარტებებია სახარებების იქ ეპისტოლეების და ამასო წაიგითავ ხო ძალიან ბევრი რაღაცას გებულობს იქ ადამიანი და სულ სხვანაირად უყურეს ყველაფერს ეს როგორც აი ჩვენთვის ფიზიკური არსებობისას აუცილებელი ადამიანი რაღაცა იკვება ხო ასეა იქ თუ რაც არ ისწავლე ადამიანი არ გაეცანი მამათა სწავლებებს ის არის ჩვენთვის სულიერ საკვები რომ აი დილიდან შუა დღემდე ასაღავ და მიყვება ეს და სხვანაირად მართლა სხვანაირად ხარ აი რო ილოცებ ხო სხვანაირად გამოდიხარ შინაგან სხვანაირი განწყობა გაქვს ეკლესია და რო გამოდიხარ სხვანაირი განწყობა გაქვს და ესო შეინარჩუნა ამიტომ გვჭირდება ეს
დიდი მადლობა მამო ესეთი ლამაზი საუბრისა. მამო თუ შეიძლება რომ აი ეს გათვალისწინება მაინც აი ყველაფერი ჩვენ რასაც საუბრობთ ყველაფერი არის ის რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ ერთმანეთს რა. აი ეს გათვალისწინება როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მამო აი სხვათა შორის რას ვარ იცით დაკვირებული, აი ძალიან მაგარი ეკლესიური შეიძლება იყოს და იმან ვერ შეძლოს პატიება და ვიღაც აი ძალიან არაეკლესიური ხო მივიდეს და მღვდელმა თხოვოს და აი მამაო გაითვალისწინოს და ვიღაც რაღაცა აბა შეიძლება სულ არ ესმოდეს აი ის რო რამხელა რაღაცას ჩადეს მაგრამ ამ შემთხვევაში შეძლოს ის რომ აი თქვენ პატივი გცეთ იმას პატივი გცეს ეკლესიას და გააკეთოს ის აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ არის ხოლმე ძალიან მიკვირს ხოლმე ეგეთი რაღაცეები იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რაღაცნაირად რომ აი ეკლესიურს ვისაც აი მართლა გონია რომ აი ეს ამას გააკეთებს ის შეიძლება რაღაც სასწაულად მოიქცეს და აი არაეკლესიური ადამიანში დაინახო რომ ვაიმე ამა რა მაგარი ნაბიჯი გადადგა თუმცა ეს არ არის გასახარი ხა საერთოდ ეკლესიური თუ ჯობია რომ ეკლესიური იყო და ვერ იქცეოდეს სათანადოდ ვიდრე არ არის ეკლესიური ხო ესე მაგას არ ვამბობთ უბრალოდ ხანდახან არის ხოლმე რომ ის მადლი მოდის თქვენთანაც აი შეიძლება ვიღაც აი რაღაცა სასწაული სხვაგან იყოს საერთოდ არ იყოს ეკლესიასთან მაგრამ ქნას ისეთი რაღაცა რომ ბევრი ეკლესიურმა პირი დააღოს და მოწამეები არ ყოფილან ეგეთები ცეცხლის გადმოსვლას მუსლიმმა შეხედა და აი აქ ყოფილა ქრისტეო და თავისიანებმა აწამეს. ნუ ბევრი ესეთი ის ყოფილა ხო სიტყვაზე. ამდენი წმინდანია რომელიც საერთოდ არ იყო ეკლესიასთან ახლოს, მაგრამ საქმეზე რომ იდგა გააკეთა ის რომ შეეწირა ხო ჩვენ იმას. ქართველებსაც მამო რამდენი ყავს ოგმა თავის პარაშუტი დაუთმოს ხვას და რამდენს გადაეფარა. ეხა ამას ინათ მამობდი ის ორი ბიჭი რო გარდაიცვა, ერთი მეორეს გადაეფარა. წარმოიდგინეთ რა სასწაული ის იყო და თუ შეიძლება მამაო რომ ამასთან დაკავშირებით თქვათ მამაო როგორ უნდა მოვიდეს მამაო ის რაღაცა გარკვეულწილად მოდის ხოლმე ჩვენი აი ვაგვიანებთ ხოლმე რა. აი მაპატიეთიც რატომ ამბობ ბოდიში ერთ წამსაც ვიტყვი და მაბაი ჩათვალეთ რომ ალექსანდრია იმას მიაქვს ეს დრო ისა ავაზაკი მამაო ცხონდა საქმეზე რომ იდგა და მოციქული იუდა გაყიდა და ვერ ცხონდა აი წარმიგენ აი ეს არის აი მთელი არსი და მართლაც აი ადამიანს აუცილებლია თვითონ ადამიანი თვითონ თავისი არსებით რა თავის ბუნებით წენა თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ეხლა ეკლესიაში სიარული ეს არ ნიშნავს უკვე ადამიანს თავი ქუჩაქაზე თუ ხათრა გარანტირებული იმიტომ თუ მან არ გააცნობია თუნდაც რა არის ეკლესია და არ მე წეგანს ვახსენე თუ არ დაემორჩილა და თავნობლივად არ მიიღო ეს ყველაფერი ხო რთული ის პირიქით გამპარტავდება და უფრო ხილში ჩავარდება და აი ესეთი ვინც არიან დაუშვათ ახლა ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო მაგალითები მოვიყვანო რომ ვინც ერშია სიტყვაზე ვიძახი და ეკლესიაში არ დადეს იმის ხრიდან უფრო ნაკლებია ხოლმე შეიძლება განკითხოს ნაკლები იყოს სიძულეც ნაკლები იყოს უფრო მეტი გვერდში დგომა გამოიჩინოს უფრო მეტი ესე თქვათ როდესაც ადამიანს დაინახავს ეს საშემ მდგომარეობაში უფრო მეტი გვერდში დაუდგეს რითიც შეუძლია ვიდრე დაუშვათ ბჭყალებში ეკლესურმა ადამიანებმა ხო ეწან შემთხვევით არ ვახსენეთ ბატონო გიორგის იგავი რა სახარებისეული ხო ადამიანს რომ დაესხმებია ყაჩაღები ცემენ, წაართმენ და დააგდებენ ცოცხალგვარს და ვინ უპატრონებს? უცხოტომელი. უცხოტომელი, რომელსაც წაიყვანს, შესვავს სახედარზე, უპატრონებს, დააბინავებს და ვისაც ეკუთვნოდა ის არ პატრონობს. არა, მღვდელმა ჩაუარა, არ შეხედა, იქ თავის ბაიმაც არ შეხედა და ამ უცხოტომელმა ესე იგი სასტუმროს იმას თახაც კი დაუტოვა რომ თუ რაღაცა ყველაფერი დაჭირდებოდა მის გააკეთებინა და აი ეს არის ქრისტიანობა, იმიტომ რომ ადრეს გითხოვს თქვენ გადაცემაში რომ თავი ის კი არა მე აი საკუთარი თავისთვის ვიცხოვრობ, არა ეს არის ეგოიზმი და დღეს ეს საკუთარი მეს ფაქტორია წინ წამოწეული დღეს აი საკუთარი ეგო ეხლა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს საკუთარი თავი უყვარს მაგრამ გადამეტებული ზრუნვა და აი ყველა საშინელი რაღაც ამაღიზიანებს ხოლმე რომ ესე იგი მე ესე მინდა და სხვის აზრი არ მაინტერესებს აი ის ხო არ ფიქრობს სხვა მოყვას ხო დაუშვათ იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არის ეგოიზმი მოყვასათვის ცხოვრება თავის გაწევა თქვენ რაც ახსენეთ ეს ადამიანი გადაეფარა ხო რომ გადაერჩინა და თვითონაც აგერ შეეწირა და რამდენი ესეთი უამრავი მაგალითებია ხო შეიძლება ადამიანი სიტყვაზე იხშობოდეს და საშვილად გადაღწეს თვითონ დაიხშოს და გადაარჩინოს რამდენი შემთხვევას ხო და აი ეს არის სწორად რა იმიტომ რომ იმ კონკრეტულ მომენტში ვინ როგორი მოქმედებს აქაც ალბათ უფლის ეს მადლი და ის ხდება იმიტომ რომ აი ეს იყო გავიხსენეთ ჩვენი ახლოს წარსულიდან და მართლაც ბოლო ყოფილიყოს 2008 წელს
ამას ხომ რო იყო აი საცა ბიჭებისგან ვიცი რომ ეს შიშის გძრომა სადაც ქრება ამ დროს აი სიკვდილის შიშის გძრომა იმიტომ რომ რაღაცა ირთვება ადამიანში ყველა ადამიანი შინაგან ჩადებული არის ეს ღმერთის სიყვარული სამშობლოს სიყვარული ყველა ამას იმ დროს საკუთარ თავზე კი აღარ ფიქრობ არამედ ფიქრობ იმაზე რომ შენი ქვეყანა დაიცვა შენი აგე შენი გვერდზე როა ეს ადამიანი სიტყვაზე იწება გამოიყვან და რამდენიმე გაწირა ესე თავი ხო და აი ეს არის თო ქრისტიანობა იმიტომ რომ თქვენთვის არ იყოს ახლა ავაზაკი რომელიც თელი ცხოვრება ავაზაკობდა ჯვარზე ვისაკრავდნენ ვისაც უმძიმეს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი იმას და აი ჯვარზე შეიცნო მაშინ როცა პეტრე მოციქულმა სამჯერ უარ ყოფილი ხო ფიციდან ყველა შემოეფანტა უფალს მიატოვა გარდა ღვთისმშობელი იყო იონე მოციქული და ეს მელსაცხები დედენი ვინც იქ იყვნენ და ბოლომდე უერთგულის და ყველა გაექცა ყველა მიატოვა და ვინ ჯვარზე დამცირებული აი ეს ნაწამბები ყველანაირად ესეთ შეიცვალა ავაზაკვა და ყველა შეასრულა სამოთხეში ხო ყველაზე პირველი ხო რა თქმა უნდა და აი ეს არის ჩვენი მაგალითი რომ ჩვენ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული იმ კონკრეტულ მომენტში როგორც მოგახსენეთ არა ვინ როგორ მოიცევა ეს აი დღესო ჩვენ უყურებთ რომ ის აი ეკლესიაში არ დადის და შეიძლება დაცინა კიდევაც იმას რომ აი რა შენ აი რაც ხიფში ვარდება როცა ეკლესიაში ზოგჯერ ადამიანი და აი მე დავდივარ და უკვე ჩვენს დარგებას უწყებს ხვალს რომ შეიძლება მასწავლე ესე კი არის ესე არის და ამ დროს ახლა შეიძლება იმას შეგვასწროს სასופველში ალბათ ზართულია და მე დასაწყისს ამას რომ აი რაღაცა ნაბიჯები ეკლა ადამიანს რომ წინ წასულიყო მაგრამ სხვა შეასრულა მას სასופველში მამო ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის ბავშვი დაგვაკლა ძალიან რო არ არის აქ ისე გული მწყდება და მაგრამ არა უშავ შემდეგში იქნება და კიდე მამო 1-2 წუთი დარჩა თუ შეიძლება რას დაამატებდით ხო ხშირად ხდება ხოლმე ხა ამას წინათ სოფელში ვიყავი ოფჩაში მამა იოსების სასწაული ხალხი ცხოვრობს იქ არ ვიცი რა წმინდანები არიან მე მგონი ეს ხალხი ოფჩაში თუ დაიბად რაღაც გარანტირებული ვით გაქვს მორწმუნეობა და მე ზეცა რა თქმა უნდა თუ მორწმუნე ხარ და იქ ვიღაც კაცი მეუბნება გვერდია სოფლიდან დავდივარო და მეზობლები დამცინია წარმოგიდგენთ ზოგი რა ისა ეკლესიაშიო დავდივარო რა და ესე გული დამწყდა იმ კაცს რა თქმა უნდა დიდი მოკითხვა ჩემთანგან და პატივისცემა მაგრამ ესეთი ხალხიც შეიძლება არსებობდეს რომ რაღაცაზე დააქცინო რაღაცა ის მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტო რა რომ თუ შეიძლება მომაი რას დაამატებთ და უბრალოდ მე მთავრდება გადაცემა სამწუხაროდ ჩვენ და იუში რა თქმა უნდა ისე და ისე მადლობა უფალს მადლობა თქვენ მოწვევისათვის კიდევ ერთხელ და შევთხოვოთ უფალს რომ აი მეტი ურთიერთპატივისცემით ურთიერთსიყვარული ურთიერთსითბოთი იმიტომ რომ ჩვენ ერი ამას ვერ გაუძლებს აი განხეთქილება და პირისპირებას კიდევ აი სიძულვის ეს არ გვეკადრება ჩვენ აი ხო ღვთისმშობლის წირხვედრი ვართ და ახლა ფარველობას განცის ჩვენი ერი და შევთხოვოთ უფალს რომ ჩემთან დაწყებული ყველა ადამიანი დამთავრებული აი ეს მომზადებული ყავით უფრო უკეთესად უფრო ეს მარხო ყოფილიყო სინარულს და აღდგომა რა თქმა უნდა სიხარულს და ყველას ალბათ მოგვიწოს კიდე შემდგომში აუცილებლად მამა აუცილებლად ჩვენ მარხოში უკეთეს ქრისტიანები ყოფილიყავი და ყველას წინასწარი და შევთხოვ კიდევ ერთხელ რომ უფრო ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ სადაც იქნება უფლის მადლი იქ ყველაფერი არის რა თქმა უნდა უკან იხევს და უფალია მაცხონებელის გადამრჩენის და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ კარგად ო თან მამა რა უნდა გვახსოვდეს რომ აი ვიღაცას რო წირავთ მამა რომ აი მე რა ის დაიჭირეს ის ამ შემთხვევაში მამა კი შეიძლება ვიღაცა იმსახურებს რაღაც ამ ქვეყნიური კანონები ვიღაცა არ იმსახურებს მაგას უკვე მნიშვნელობა მანდ არ აქვს მნიშვნელობა იმას აქვს რომ შენ რამდენად შენ გაითავისებ იმის ტკივილს ეს არის თავი კი ხო და რაც მეტად უფრო გაითავისებ მამა მით მეტად უფრო მე ღმერთი შენ გაგითავისებს აბა აი ღმერთი საყვარელი შვილი როგორ უნდა იყოს უბრალოდ აი ყველამ დავსვათ ჩვენში კითხვა აი როგორ უნდა შეაყვარო ღმერთს თავი როცა აი ყველაზე ძიმე მდგომარეობაში მყოფი ის ადამიანი შეიძლება საძულველი იყოს შენ მაგრამ უნდა გიყვარდეს უნდა დააძალო შენ თავს რომ ყველას თანადგომი იყო ხო ეგრეა უნდა გიყვარდეს თქვენიო და აგურთხევთ თქვენ მაწყევართ უფალი გვეუბნება და ეხლა ეს ძალიან რთულია მაგრამ შეუძლებელი არ არის სხვა გამოსავალი არ არის ერთი მცნების დარღვევის გამო გამოვიდონა ადამი 64 და სხვა მეტი ხარაფერი დაუშავებია მცნება და ჩვენ კიდე დღეში ამდენს ვარღვით აბა რასაუბრობთ თან ჩვენ რომ მოგეთხოვოთ თქვენ თქვით ეხლა უფრო მეტ სანჟერს ვიმსახურებთ ვიდრე დაუშვათ წყალობას მაგრამ უფალი გულმოწყალია არ უნდა შეგვეშინდეს იმის რომ დღეს ასეთები ვართ და უფალი შეგვეწევა ყოველთვის თავად ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული
ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის მართლა კაი ეთერი გამოვიდა და უღრმეს მადლობას მოგახსენით და იმედია რომ კიდე გვეწევით, მამო, აუცილებლად. აიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მადლობა იმ ადამიანს, ვინც და ნარიყალის მრევლს მოვიკითხავ ის წმინდა ნიკოლოზ ტაძარი ჩემს უნიშნელოვანესი არის მამა გიორგი თეოდორაშვილი და ის მრევლი, ის ადამიანები, ვინც ხართ, აი ჩემთვის ხართ ძალიან ძვირფასები და ბედნიერება სიხარულს გისურვებთ და ყველაფერი კარგს გისურვებთ. ნუ მამა გიორგის აუცილებლად იქით კვირაში მოვიწვევთ მასაც. მადლობას გიხდით მამა ექვთიმე მომზანებისათვის. მინდა აუცილებლად არ გამომჩეს, მინდა რომ ძალიან ვიცი რომ რაღაც სტიმულს მისცემს ეს ადამიანები არიან სპორტსმენები, ისინი რომლებიც წვალობენ რაღაცა, ზოგი შედეგს ვერ აღწევს, ზოგს უნდა რომ მოიგოს, სადღაც მიაღწევს, ყველა საკიდან კახა არის ჩემ მეგობრა მართლა აი სისხლი და ხორცია, ჩემ ისე მიყვარს ეს ადამიანი, კაი ადამიანია და სულ რაღაცა აგებს ხოლმე არ უმართლებთ რაღაცა, მაგრამ იცოდეთ რომ ხელი არ ჩაიქნევთ აუცილებლად, აი შემდეგში პარასკევს აუცილებლად გნახავთ და იმედია რომ რაღაცა სულ იქნება მოგებები და ისენი და აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად. ყველა პატიმარს მოვიკითხავ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა და ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს გისურვებთ და გული არ გაიტეხოთ, თავარია უცხოეთში ყოფ ქართველებს და ძალიან მთელი გულით მიყვარხარ და რა ვიცი თქვენ რაც საქართველოს გაგიკეთებიათ საქართველოსაც არც ერთ ხელისუფალს არ აქვს გაკეთებული თქვენი სიცოცხლის ფასად იმ მონატრების იმ ტკივილის ფასად რომ წახვედი და ესე რომ საქართველოსში თქვენ ვინც გიყვართ მათი მონატრებით იქიდან მაინც აცოცხლებთ საქართველოს. მადლობა თქვენ მართლა გადადებული გაქვთ თავი ჩვენთვის და დროებით კარგად ზანდებოდეთ. ხვალ საღამოს დაგიბრუნდებით რვისნახევრისათვის მამა ადამ ახალაძესთან ერთად. მე გახდით გიორგი დარასელია, დროებით კარგად ზანდებოდეთ.